სად წავიდოდი მნიშვნელობა არ ქონდა. აი რამენერად უნდა გავცლოდი ამ ყოველდღიურობას რა და მე თუ რუკაზე რასაც დაეცა. აი უბრალოდ გადავხედე და რაღაცა არაბული სახელმწიფოა. მარტო წახვედი ჩვენ ასე ვთქვა თუ რაღაც სამეგობრო. მე ჩემი მეგობარი წავედით და მე იქ უკვე სხვა ქართველებსაც დაუმეგობრდით და ერთხელ მოგვიწია ტურით გასვლა უდაბნოს ჯიპებით. საინტერესო იქნება. 4 საათიანი ქვიშებში ალბათ ხო ქვიშებში. კი უდაბნოს ქვიშებში. ხოლმე შეფუთული იყავი რაღაცა არა. ჩვენ მანქანაში ვისხედით რამადანის დღესასწაული აქვთ თუ ეს მარხვა დღესასწაულია თუ მარხვა. ხო და იგრძელებოდა ძალიან ბევრი რამე იგრძელებოდა რა. ჩვენ სასტუმროში გაგვაცნეს რომ არც წყალი არ შეიძლება ქუჩაში ესე დემონსტრაციულად დალიო. საჭმელი ხო საერთოდ ყველანაირი კვების ობიექტები დაკეტილია. მზის ჩასulis მერე იღება რა. არ ხარობს არაფერი. აი პალმების ის რო არის ბულვარი. კი ბატონო. პალმას ხელი რო შევეხე არ იყო ხის. ეგრევე მივხვდი და მერე რო მოვიძიე რა ინფორმაცია ეგეც ხელოვნურებია. ხელი არ ხარობს. კი ბატონო ჟანგბადს რა გამოყოფს ანუ ვინ გამოყოფს ქვეყანაში? ვიცი.